ამ პროცესს ქვია სწორედ ანუ ძიება. ძიების პროცესი არის ეს. როდესაც დაკარგული სცენა იბნელეში, ხეში, უგზოობაში მითხა ეძებ იმე ხეეთაბი რომელიც დაკარგეს და ეძახი მას სახელს ეძახი თუ ისიც შეიხსნა და უშოთ ეძახი მე უფალო იესო მერე იხსენებ მის სახელს სამეცად იხსენებ მის გარეგნობას იმის სილამაზეს იმის ლექიშობილებას იმის სილნელებას ერადოვნებას სილვალებას ღიალებას გემოს რა გემრიელია რა კბილია რა დიადია რა ნათელია რა უბრალოა რა თავმდაბალია ანუ როგორც ეს იგივეა დავუშვათ როდესაც მის სახელს იძახი მიდიხარ და ეძახი სახელს იგივეა როდესაც მიდიხარ და შეიგრძნობ მის სურნელებას ეძებ მის სურნელებას მიდიხარ ამ ტყუილში სიმეში და სილობ იპოვო მისი ნათელი მიდიხარ ამ ტყუილში და სილობ მისი ხმები გაიგონო მისი ხმა მუსიკალობა მისი გულიდან გამოსული ხმები რომ იმ ხმებს მერე მიხვდა და იპოვო აი ეს პროცესი სხვა არაფერი არ გეგონება ხო დიადია ირგვლივ სრული სიბნელეა აი ამ ეს სიცოცხლის ნაირფეროვნება მრავალფეროვნება ყველაფერი გამხრალია სრული დიადია აი ეს არის სოლიეთის პროცესი მივდივართ გვირაბში გავდივართ ხრევში გავდივართ ვიწრო ჯურჯუტანაში გავდივართ რომელიც ვიწროა მაგრამ გრძელია და შენი სულის სიღრმეების აკეთებდა აი ეს არის სულები და აი ეს არის ხანძური პროცესი ეს მიმდინარეობს სულების განმავლობაში ხადია ხან გასახმნელებლად ხან ხმას მოგვაწვდის ისა ხან სურნელებას ვაყნოს ხან შეგვეხება ხან დაგვენახება მაგრამ ჯერ შეხტეული არა ვარ რაღაც მის გამოვლინებელს კი მივხვდით მაგრამ მთლიანად ვერ მივხვდით და ბოლოს ერთშენივე დღეს დაგვიგვინება კეთილა ჩვენი შუამა და მივხვდებით მას ანუ მოდის შემდეგ ძომა როდესაც მივხვდები მიახლები და მანამდე ნაცვლად თუ შეიგრძნობდი მის სურნელებას მის იანობას ერადოვნებას მის გარეგნობას და ასე შემდეგ და სიტყვებად და შემდეგ ნათილ ცირე ახლა ერთ ბაშად ყველაფერი ერთად მოგეცემს მივახციე მივედი შევახციე თავდები მივწვდით შევეხერხებ რომ შევეხეთ ეს შეხება არის ისე რომ ხელი შევახეთ თვალით უკვე ხედავ და აკრება ფერები ისი ისა ნაფთები როგორი ნაფთები აქვს, როგორი ხაზები აქვს, როგორი შესამოსები აქვს ყველაფერი ეს
მივიახლეთ, შევეხეთ, ანუ მივწვდით და შევიდით მდგომარი მეორე და მერე აღვიქვით. კარგად ვუყნოსე და სურნელება აღვიქვი, კარგად ენა დავაწე და მისი გემო აღვიქვი, დავათვალიერე თუ რა ფერები აქვს, მის ხელებს, მის თავს, მის შარავანდებს, ყველაფერი ეს აღვიქვი და ვაღვიძები, არ შემეშალოს, ხო? მინდა მაინტერესებს, აბა ის არის თუ არა. და აღვიქვი, ყველაფერი აღვიქვი, ყველაფერი მერე დავაკვირდი, აღვიქვი და გავაცნობიერე. შევიცანი რომ ის არის. აღვიქვი, შევიცანი, გავაცნობიერე, ანუ რომ ის არის და მივხვდი ამის შედეგად, შეცნობის შედეგად, რომ ის თურმე ჩემი სულის ნაწილი ყოფილა, ჩემი სიცოცხლის ნაწილი ყოფილა, მე მისი სიცოცხლის ნაწილი ყოფილა და ეს ყველაფერი გავითავისე. ანუ ავითვისე და ამას ყველაფერს შედეგად ათვისებისა დავეუფლე. მფლობელი გავხდი ჩემი თავისა, მფლობელი გავხდი ღმერთისა. და ვისი მფლობელი გავხდი, გააჩერდა. ვისი მფლობელი გავხდი, ჩემი თავის მფლობელი ხო გავხდი და ღმერთის მფლობელი გავხდი. რაწილით ღმერთისა, ღმერთის არსების რაწილით მე მერგო, რომელიც ჩემი ტილია, ჩემი არსების ის, ჩემი არსება და ღმერთის ნაწილი, რომელიც საჩემოა და ჩემია, ამის მფლობელი რო გავხდი, ეს ყველაფერი რასაცია. ვფლობ, ჩემი რახან გახდა, ჩემი საკუთრება რახან გახდა, მე ეთილად ჩემი ბედნიერებისთვის, ჩემი სიხარულისთვის, ჩემი გახსნილობისათვის, ჩემი თავი რომ მპოვნია, ჩემი თავი რომ გამისაკუთრებია, მიზღვნია ღმერთისთვის, შემიწირავს, აღვასრულებ უდიადეს შეჭირვას, საკუთარ თავს ხსნირავ ღმერთს. და ცხადია, ღმერთისგანაც იჯივეს საპასუხოდ ღებულობ. მე მას ვუძღვნი ჩემს თავს, ისიც თავის თავს არანაწილობრივ, არაბედრივ სიანად მიზღვნის მე. და ხდება სრული აცვლა. მე ჩემი თავი, ჩემი ტირია მისთვის და მიზღვნია, ამის შედეგად მე რახან მთელი ჩემი თავი არსება და ჩემი არსება მიუძღვენი, ისიც თავის არსებას შესაბამისად მიზღვნის მე და მე ხდები ღვთაებრივი არსება და რაც ღმერთს ეკუთვნის უკვე ყველაფერი ჩემია და რაც ღმერთს მისი ვარ და მისი არსების ნაწილი ვარ. მისი არსება ვარ. ამის შემდეგ რა იქნება? იქნება ის, რომ მე შვილო, ეგა ჩამოხსენი და გადაგებო ეგა. მოხდება და მოხდა ის, რომ აი დამებნა ახლა, ამან ააშხაყუნა და მე უკვე აღარ ვიცი რა სწორად გამოჩა.
დავყავ. ხო, ამის შედეგად ეს მასე აღნიშნავს, რომ მე გავხედი და დავუშვებ როგორც ერთი მისვეთი რომ ჩააწვეთო ზღვაში, ხო გაქრება ეს საინფორმაციო ეხავია ის აღარ იქნება ხოლმე მისვეთი ასეთი რომ ახდება ხლესთან შეერთება არამედ ადამიანი ყველა ადამიანი ინარჩუნებს თავის პიროვნულობას დამოუკიდებლობას მაგრამ იძენს მერეთის ძალმოსილებას, მადლმოსილებას, უდეანობას და ხდება ღმერთის სრულყოფილი. აი ამისიქო ჩვენ ცოდნა აღარ გაგვაჩნია რა, თუნდაც მეტი ინფორმაცია ღმერთთან არ მოხსენია ჩვენ. მერე რა იქნება, როგორი ცხოვრება იქნება, რა დავალება შევასრულოთ ღმერთისაგან. ხო, ეს ამას ჩვენი ცნობიერება დღევანდელი ვერ გაიგებს, ვერ წარმოიდგენს, ვერ წარმოიდგენს. და საიტე